ეს რა სიგიჟეში ვარ, ბიჭო, მაგარი რაღაცები უნდა გაჩვენო. მოკლედ ეხლა ვარ სემას ავტოშოუზე, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ავტოშოუზე, თუ ყველაზე ცნობილ ავტოშოუზე არა, სადაც განსაკუთრებით საინტერესოა, იმიტომ რომ პროექტებია გამოტანილი. ანუ აქამდე თქვენ ჩემი ავტოშოუს ვიდეოები ნახეთ, ყველგან უმეტესად იყო ისეთი მანქანები, რომელიც აი ძველი რეტრო ავტომობილები აღადგინეს, რამე ახალის წარდგენა იყო, მაგალითად BMW-ს ახალი კონცეფტის წარდგენას დავესწარით, შვეიცარიაში ვიყავი და ძველი რეტრო ავტომობილები როგორ დრიფტაობენ, გაყიდულ ტბაზე ეგ გაჩვენეთ და ასე შემდეგ, მაგრამ ამ შოუში ნახავთ ყველაზე საინტერესო პროექტებს, სიგიჟია. აქ არის უმაღლეს დონეზე გაკეთებული მანქანები, დალიფტული პიკაპები, დატურბინებული დიზელები, ძველი გაცოცხლებული მონსტრები, რომელიც უკვე 1000 ცხენით ძალიან ცხოველებად არის გადაქცეული. ეხლა გავივლი და ყველაფერს გაჩვენებთ. ძალიან მოგეწონებათ ეს ვიდეო. არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ და გადმოწეროთ ქარუს აპლიკაცია. წავედით. გაიცანით სემას ავტოშოუ. მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური და პოპულარული ავტოშოუ, რომელიც 1967 წლიდან ქმნის ავტოინდუსტრიის მომავალს. ის ტრადიციულად ნოემბრის დასაწყისში ლას-ვეგასში იმართება ხოლმე და წარმოუდგენელ 280,000 კვადრატულ მეტრს იკავებს. ეს დაახლოებით იგივეა, რაც 40 სტანდარტული საფეხბურთო მოედანი. მაგრამ არ იფიქროთ, რომ აქ ხალხის ნაკლებობას განიცდიან. ყოველწლიურად აქ 160,000-ზე მეტი ადამიანი იყრის თავს. წარმოიდგინეთ მთელ ბათუმს, რომ ერთ შენობაში მოუყაროთ ავტო. სტუმრები და მონაწილეები მსოფლიოს 140 ქვეყნიდან ჩამოდიან და აქ 1500 ავტომობილზე მეტის ნახვა შეგიძლია. თუმცა, ეს ყველაფერი რომ დაათვალიერო, დღეში 25 კილომეტრის გავლა მოგიწევს, რასაც მე 4 დღის განმავლობაში ვაკეთებ. ალბათ ვიდეოებში ბევრს გინახავთ, ამერიკაში ძალიან დალიფტული პიკაპებით რო დადიან ხოლმე. და ეგეთი პიკაპები აქ არის უამრავი. დავმოდიალობდი რაღაცებს ნახულობდი და ეხლა მოვედი ყველაზე მაღალ პიკაპთან, ალბათ მანქანასთან, რომელიც აქ არის. და ნახეთ რამ სიმაღლეა. რა მაგარია, შეხედეთ. просто ტიპმა რამდენი იჩალიჩა რომ ეს გაეკეთებინა, ნახეთო. ანუ ჩვეულებრივად ამ წესგარეში შემიძლია ქვემოდან შევხედო და ყველაფერი დავინახო. უზარმაზარი საბურავებით, რომელიც აი ნახეთ როგორი ღრმად არის შიგნით შესული. დინამიკები კარებში, ყველა კარებში. ახეთ რა მაგარია. და ხო, საბურავების მოხვევა აქ, 4-ვე საბურავი უხოს. აუ რა მაგარი ტიპია, ჩე. აი ეს არის clean build, რასაც ქვია რა, სუფთად გაკეთებული ყველაფერი. ქვემოდანაც შევხედოთ. ნახეთ, არც ზეთი წვეთავს საიდანვე, არც რამე სითხე. კი ბატონო, ეხლა ვიღაც შეიძლება თქვას რომ გარეცხილიაო, მაგრამ გარეცხვის მერეც არ ჩამოსულა არაფერი. ნახეთ სად აქვს სიგნალი. რა მაგარია, ჩემი. რისთვის უნდა გამოიყენო, არ ვიცი, მაგრამ მაგარია. და ამ ჩაყოლებაზე სულ ეს მაღალი ტრაქებია, ყველაზე მაღალი ხა ესა, მაგრამ მოდი სხვასაც გაჩვენებთ მაინც. ეს ის რითიც ვიდეო დავიწყეთ. და აქეთ უკვე სხვები. ანუ ძალიან ბევრი მაგარი პიკაპია, მაგრამ ზოგი არის რაღაც საოცარი ნამუშევარი. აი ეს ბრონკოც მაგარი როჟაა. ხო, აქეთ უკვე პირიქით ეს დავარდნილია პიკაპი ძალიან F110D. ნახეთ რა მაგარი როჟაა. მოკლედ, სემა არის ადგილი, სადაც თავი აქვს მოყრილი არა მხოლოდ წუნერებს რა და იმ ადამიანებს, რომლებიც მანქანების პროექტებს აკეთებენ, არამედ იმ კომპანიებსაც, რომლებიც ამათ აწვდიან სხვადასხვა ავტონაწილებსა და საშუალებებს, რომ მანქანების პროექტი გააკეთონ. მაგალითად, როგორებიცაა გადაცემათა კოლოფები, ძრავის ნაწილები, ვიზუალური დეტალები, დასაწუნინგებელი რაღაც ნივთები, ასე ვთქვათ. საჭე, სავარძელი, მოკლედ ყველაფერია აქ რა. მე აქ ჩამოვედი სიმართლე გითხრათ, მანქანების პროექტების გადასაღებად და საინტერესო ავტომობილების საჩვენებლად, მაგრამ 2 დღეა დავდივარ და საქმე უფრო მეტი გავაკეთე ეს ქარუსთან დაკავშირებით, მე მგონი, ვიდრე მანქანები გადავიღე. ჩემი აზრით, აქ უნდა ჩამოვიდეს ყველა, ვისაც აქვს ავტოსერვისი და უნდა რომ სერიოზულად გააფართოს, დიტეილინგ სერვისები, მაგალითად ახლა დიტეილინგ გარაჟი აქ უნდა იყოს, ლაშა უნდა იყოს აქ. წეს უნდა წამოსულიყო კიდეც, მაგრამ ვიზას ვერ მოაბა თავი, რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს. არა და აი ძალიან ბევრი რაღაცაა მაგისთვის აქ. ჩემი აზრით, ამაზე
კარგი, ალბათ არაფერი არ ტარდება. შეიძლება ამის დონის ტარდებოდეს, მაგრამ ამაზე კარგი, რომ სადმე რამე ტარდებოდეს, რა ვიცი, ანუ ის რაღა უნდა იყოს აბა, მაშინ იმიტომ უამრავი აქვს. ჩინეთიდან აქ არიან, იაპონიიდან აქ არიან, კორეიდან აქ არიან, ევროპიდან ხო არიან და ამერიკიდან ხო არიან და ანუ სხვაგან რაღა უნდა იყოს, მაგას ვერ ხვდები რა. მოკლედ ძალიან საინტერესო ივენთია, ძალიან საინტერესო ივენთია. წამო ახლა გავაგზავნოთ დათვალიერება. გიჟური paint job-ი უნდა განახოთ ახლა. ნახეთ რა მაგარია, ჩემი არმაგედონი ქვია ამ მანქანას, ყოველ შემთხვევაში ასე ეძახის მე პატრონე. სემა არის ადგილი, სადაც მოხვალ, ნახავ 17 ტურბინიან მანქანას და იტყვი რომ ოკეი, რავი, მეტი რაღა უნდა ვნახო რა, გატრიალდები და წასვლას დააპირებ, მაგრამ რომ შემოტრიალდები, დაინახავ ამ სიგიჟეს. ესე იგი, ნახეთ, ძრავა აქ არის, უკან ჩვეულებრივად კოლოფი მიდის და მე აქედან დაგრძელებული აქვს სიჩქარის გადაფრთული და გაყვანილი აქვს სალონში. ანუ აი ძალიან მაგრად აქვს გაკეთებული. პიზდეც მაგრად აქვს გაკეთებული. და 6 ბორბალი, რა თქმა უნდა. აქეთ გადმოვედი უკვე სტანდარტულ წუნიგ ავტომობილებთან და რამდენიმე საინტერესო მანქანას განახებთ. მაგალითად ეს გოლფი ძალიან მაგრად მომწონს. საკაიფო ტიპია. სლიკებზე დგას. ამერიკელები რო იტყოდნენ pretty sick. აქეთ ჩარჯერზე ვიღაცას მაგრად აქვს ნამუშევარი, ჰალკი აქვს გაკეთებული. აუ რა მაგარი ტიპი გაიჩნდა. ავტომოყვარულის გონება სად მიდის თუ რესურსებს და გასაქანს მიცემ. მესმის რომ საქართველოში ჯერ ამის ასე ვთქვათ ხელობა იმ დონეზე არ გვაქვს რომ ესეთი clean build-ები ავაწყოთ რა ესე სუფთად გავაკეთოთ მანქანები, მაგრამ ანუ სადაც აქვთ ამის საშუალება რა სიგიჟეებს აკეთებენ წარმოგიდგენია? და ეხლა მოვედი გამოიცანით სად? რა თქმა უნდა. ჰუნიგენში. არა ქვეყნიური ხმაურია, ასეთი ხმაური ჯერ არც ერთი ივენტი არასოდეს არ მინახავ. ჰუნიგანის ახალი ტრაქის განხუთვა იქნება ეხლა აქ და მოდი ერთად ვნახოთ. მეგობრებო, ეს არის 1978 წლის Subaru Brat, რომელიც არის 2-დან-2 ბოქსტერის ძრავაზე, აი და 670 ცხენი ძალა მოიღეს აქედან. ავსტრალიაში გადაიღეს ამის ფილმი, რომელსაც დეკემბერში გამოუშვებენ და აქ პრეზენტაციაზე თქვეს, რომ ეს იქნება ყველაზე გიჟური ვიდეო, რომელიც ოდესმე გავიკეთებიაო რა. წარმოიდგინეთ, რა გააკეთეს ტიპებმა საიდან, აი ესე გამოიყურება Subaru Brat-ი ქარხნული და ასეთია ეს ახლა. მოკლედ, მე ეს მანქანა ძალიან მომეწონა, დაწერეთ კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ. ჰუნიგანის ვიდეოებიდან მე რამდენი ადგილზე გაიყვანით ამ მანქანას. მე TikTok-ში შემოგთავაზებთ ჩემ რეიტინგს. წავით ახლა სხვა რაღაცეების დავათვალიეროთ. ჰუნიგანის სივრცეში ახალი მონსტრები დაამატეს, ნახეთ რა გაჩვენოთ. ჩემი აზრით ეს ძალიან მაგარი რაღაცაა, მაგრად მომწონს ვიზუალურად, არ ვიცი რატო ესეთი სტილი არასოდეს არ მომწონებია ესე, მაგრამ კონკრეტულად ეს მანქანა მაგრად მომწონს რა. აი დააკვირდით, გონია რომ Optimus Prime-ია და უნდა გადაიქცეს. ახლა ნახე როგორი როჟა აქვს. ვაუ, ძალიან ტიპია. ეს არის Chevrolet-ის 3500 HD. სერტი გითხრათ, ეს მანქანა აქამდე ნანახიც არ მქონდა. ოკლაჰომადან არის ჩამოყვანილი. ეს ნახეთ. ყველას ალბათ გეცნობათ ეს რომელი მონსტრია? კი, ეს ზუსტად ის მანქანაა, რომელსაც იმ ჯიმხანას ვიდეოებში იყენებენ. აი ესეთი აუცილებლად უნდა ვიყიდო. ეს არის დიდრების ბაგი. ნახეთ რა მაგარია. ეს არის ის მანქანა, რომელსაც რომ მიდიხარ, რაც არ უნდა ზედაპირი დაგხვდეს, შეგინით არაფერი არ ეხება, შეგიძლიათ წყალი დაიჭიროს, ჭიქით და დალიო. მოკლედ, მე ესეთ მანქანებში ყველაზე მეტად ვერთობი ისეთი ავტომობილებით, რომელიც ცუდ გზაზე დადის სწრაფად. აი მაგიტომ ევასება ბაგი, აი ძალიან მაგარია. მიუხედავად იმისა, რომ 30 მეტრი ვიფრინე, მაშინ პოლარისმა გადამარჩინა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი ვალობები და გადაუხადო ბაგბრენს ეგეთი უსაფრთხოებისთვის. ანუ ძალიან კაი, აი ძალიან კარგია. რაღაცნაირია რა, შეიძლება სიკვდილს ჩახედო თვალებში, მაგრამ გადმოატრიალებ ეგრევე გააგრძელებ გზას. მაგრა ასწორებს. ხო, კიდე იცით რა ასწორებს? აი ეს. Datsun 280 და 240 არის ალბათ მოდელი, რომელსაც ყველაზე მეტ მოდიფიკაციას უკეთებენ ალბათ ამერიკაში რა და ყველაზე გიჟურებს. ეს ნახეთ. ეს არის Datsun 240, რომელშიც დევს Viper-ის ძრავა. ეს არის Dodge Viper-ის ძრავი. ნახეთ რა მაგარია.
ახლა დავაკვირდი ნომერზე და ეს მანქანა იაპონიიდან ყოფილა ჩამოყვანილი და იცით რას დავფიქრდი? ანუ დაცუნის იმდენი მოდიფიკაცია ვნახე აქ და ისეთი საინტერესოები, რომ გავიაზრე რა მაგარი მანქანა მყავს რა და მე მგონი არ უნდა დავტოვო ეგრე და ეგ მანქანა უნდა გავაკეთო. ისე უნდა გავაკეთო, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი პროექტი გამოვიდეს. თან აქ არავის არა გაკეთებული ის რაც მე გამიკეთეს GM-ში რა, უკანა რო G37-ის ბაზაზია გადაყვანილი სავალი ნაწილი და მაგის გამო ძალიან მაგრა დგას მანქანა. და ერთი ეგ უნდა გავაგრძელო რა. მოიცე დავბრუნდე უკან. მანამდე მოდი გავიაროთ ამას რა გავუკეთეს. ნუ პირველ რიგში ალბათ ჩანს რაც გავუკეთეს ეს არის ვაიპერის V10 აყენია შიგნით. ნახეთ ფილტრები როგორ აქვს პირდაპირ მიბმული ჰაერის შემგროვებლებზე. აქვე არის ულამაზესი გამშვები, რომელიც აქვე იცლება. აუ, აი ნახეთ რა კაია. სუპერ სექსია. უბრალოდ თემა რა შეიცით? ეს არის სილამაზისთვის და ვაუ ეფექტისთვის გაკეთებული, თორე სიარულით ეს მანქანა ვერ ივლის, იმიტომ რომ მთელი სიმძიმე აქვს წინ. კაპოტსაც კი ვერ დააფარებენ ამ მანქანაზე. შოუქარია რა ფაქტობრივად რა. მაგრამ მაგარი შოუქარია. მოკლედ, ჩემი დაცუნი უნდა გაკეთდეს. ლინკოლნი რომ მორჩება, დაცუნი უნდა დავიწყო. მოკლედ, დაიწყო უკვე შოუები. სადამ ყოფილვარ, არჩე რა შოუები არ მინახავს, მაგრამ ასეთი ნამდვილად არაფერი გადამიღია და მინახავს. ეს არის CDJ. აი ესა ის მანქანა რომელიც ზეღან დაწვეს აქ შეწირეს შოუს. ნახე რა მაგარია. ამას შეხედე. ტიპს რა გაწყობილი. რა მაგარი დრიფტ კარია შეხედე. აი ეს მესმის. ამას მეც ავაწყობდი სიმართლე გითხრათ სიამოვნებო. იმიტომ რომ აი რაღაცა ფერარია დრიფტ კარად გადაკეთებული. ეს ჩათვალე როგორ რაღაცა იცი? ლურში რომ მაგარი წვაულება მოვაწყო. ნახეთ რა არის ჩვენი ყველა სოცნების მანქანა. მედი აკრედიტაცია რადგან გაქვს სხვა გაუნა აიღო ბეჯიო და ტესლა ლუპია გარეთო და ის წაგიყვანსო და რა ტესლა ლუპია? ვეგას ლუპით უნდა ვიარო, ეხლა ტესლას ის რაღაც გვირაბიროა. აი. და აგერ არიან მანქანები. ანუ ტესლას ლუპი არის ჩვეულებრივი ტუნელი გვირაბი, სადაც მანქანები დადიან. რა ეგ არის და ეგ. ახლა კი მინდა გაჩვენოთ როგორ უნდა მოწამლო ძალიან კარგი მანქანა ტესლას ბატარეებით. შეხედეთ ვიღაცამ რა ქნა. ეს არის SL-ი, ის ორიგინალი SL-ი აიღო და გადააკეთა ელექტრომობილად. მაგრამ მან არ გაჩერდა, უფრო მეტი შეცოდა ტესლას ელემენტებია შიგნით ჩადებული, ტესლას სალონია გადმოტანილი, ეს დიდი პლანშეტი და ტესლას საჭე. ანუ ვიღაცამ აიღო ძველი SL-ი და გაატესლა. ეს ხო დაახლოებით იგივეა, რომ მონალიზა დააგენეირო ჯემინიში, მე ჩამოკიდო კედელზე და თქვა, რომ ნახე მე მონალიზა მაქვს სახლში. ზოგჯერ ფული აყლევებს გიფიცებით რა. აი ესე გამოიყურება. აი რავი რა გითხრათ. ეს რას გავს იცით?
აი მაგალითად ვეგანური მწვადი რო შეწვას ვიღაცა. ვიზუალურად ძალიან ლამაზია, ანუ ცოტა არ გამიგოთ, ვიზუალურად მაგრად მომწოს, მაგრამ ანუ შიგნით Tesla-ს ელემენტები და სალონი განსაკუთრებით ჩემთვის უბრალოდ მიუღებელია და მორჩარა. ეს კი არის სტენდი იმ ავტომობილებისთვის, რომლებიც swap-ებს აკეთებენ და ჭირდებათ ძლიერი გადაცემათა კოლოფი. აი ნახეთ ორივე მანქანაზეა. ძალიან სუფთად გაკეთებული და ამათი სტენდია, აი. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი რესტო მოდი უნდა გაჩვენოთ ახლა. მოკლედ, როგორც ხვდები, რესტო მოდები არის ჩემი სისუსტე რა. ეგენი არის ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს აქ. წამოეხა გავაგზავნოთ კიდე რა არის საინტერესო ვნახოთ. აი აქ უკვე შედარებით უფრო ისეთი მანქანებია რა. ოდესმე გინახავთ დაწუნინგებული Model T. ხა გაჩვენეთ. ვიღაცამ აიღო და 1926 წლის Ford Model T-ს დაუყენა ასეთი მუხლუხოები და გაათანამედროვა. ნახეთ რა მაგარია. შეხედე. ესეთია შიგნიდან. აუ რა კაი ტიპია. წარმოიდგინე ამით რომ მიდიხარ თოლში, გუდაურში. ნახეთ გვერდზე როგორი საინტერესო კორვეტი დგას. დიდად ამკუზაოს მოყვარული არ ვარ, მაგრამ ეს გადაკეთებულია მაგრად და საკაიფოა გამოსული. ეს კი ალბათ ყველაზე სუფთა ნამუშევარია ამ კადილაკებში, რომელიც ოდესმე მინახავს. ჯერ ხო მანქანაა ულამაზესი და ფერიც შავი კარგად არის შერჩეული, მაგრამ უხდები. მაგრამ სალონი ნახეთ რა მაგრაა გაკეთებული. კადილაკის ლოგოებია გათვალისწინებული სალონში, ფერია ძალიან საკაიფოდ არჩეული. ახ რა მაგარი რაღაცა. მოკლედ ესე იგი, ეს მანქანა არის 1958 წლის Dodge-ის პიკაპიდან გაკეთებული და რესტო მოდია თავიდან ბოლომდე. მოკლედ ყველაფერი დარესტავრირებულია, ძრავი დიზელია შიგნით, რომელიც ასევე გაკეთებულია და დაახლოებით 600 ცხენის ზალა აქვს და $425,000 ყიდია. მოლურჯო ის ფერი გაყიდულია უკვე და ეს ახლა იყიდება $425,000. სხვათა შორის ძალიან მაგარი რაღაცაა. საქართველოში ნაკლებად წარმომიდგენია ეს მანქანა, მაგრამ ამერიკისთვის აი სუფთა ამერიკული მანქანაა რა. ნახეთ ვინ გაიჩიტა მერაბა. შეხედეთ რა მაგარია. ეს რისგან არის? კინა. არ ვიცი როგორ მოახერხეს, მაგრამ ვიღაცამ Miata აიყვანა სრულიად ახალ საფეხურზე. ეს არის Mazda Miata, რომელიც მთლიანად გადაკეთებულია. ნუ გარედან ახლა რაღაცებს კი ხედავთ, რაც არის გაკეთებული აქ ეს ტუჩია, ფენდერები, ფრთები და რაღაცები, მაგრამ თავარი სიგიჟე იწყება სალონში რო ჩახედავ. ეს ნახეთ. ძღოლიზის შუაში, როგორც McLaren F1-ში და მაღალი დონის სარბოლო ბოლიდში და ძრავი არის უკან. ნახეთ რა სიგიჟეა, რა მაგარი რაღაცაა ვიღაც გაკეთებული. აი ყოჩა დაგალაიქე ვინც ხარ. დრაგრეთ. ნახეთ რა მაგარია. 8 ცილინდრიანი ძრავა, გამშვებები პირდაპირ აქ არის გამოყვანილი. ნახეთ ღვედი რა ტიპია. რა მაგარი როჟაა შეხედეთ. სიგიჟე საბურავებზე. სალონშიც ჩავიხედოთ, აი ხა გაჩვენებთ მანქანას, რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო ტიპია აქ. ნახეთ რა მაგარი როჟაა, ესე იგი ვერვაა მაშიც, რომელიც მაგარჯანზე იქნება დიდი ალბათობით. უკან ნახეთ რა მხედა ტრაკი აქ. მენა მაგარი როჟაა. ნახე აქ რა მანქანები აქვს ჯიგარს მოყარილი. ჩემი ოცნების ჩარჯერი. აი ისეთია ზუსტად მე რომ მინდა, პროსტა ფერია სხვა. უკან მგვალი ფარები, მე რაც მევასება. ჩვენში დარჩეს და მე ესეც მაგრად მევასება. ნახეთ რა მაგარია, თან როუშის ძრავი აქვს. თუ როში თუ რასაც ეძახიან, მოკლედ. შენიდან სალონი საკაიფოდაა გაკეთებული. ვიღაცამ სერიოზული Firebird-ი აწყო, ძალიან სერიოზული.
ძალიან არაპოპულარული რაღაცა უნდა ვთქვა ახლა. მე ვერ ვიტან ამ მანქანას. და არა, მე საუბარი არ მაქვს Porsche-ზე, მე საუბარი მაქვს AWB-ზე. ანუ ჩემი აზრით, ნაკაისანი არის დასაჭერი. იმიტომ რომ აფუჭებს სოფლიოში ალბათ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და დახვეწილ სპორტკარს. ანუ არ ჭირდება არაფერში Porsche-ს ამ სიგანე ფრთები. ანუ საერთოდ არაფერში არ ჭირდება. ეს არის დამახინჯება მანქანის და მეტი არაფერი. ხო და ეხლა მესმის რომ TikTok-ზე რაღაც კულტია ნაკაისანის და მთელი ამბები, მაგრამ აი ამახინჯებს რა, ეგ ტიპი მანქანებს ამახინჯებს. სამართალი რო არსებობდეს, მაგ ტიპს უნდა უგზავნონ საქმიანობა, არ შეიძლება 9-6-4 შეხება არ შეიძლება. წადი რა, ცოტა მანქანა არის გადასაკეთებელი, გადააკეთე რა 9-6-4 ნუ ეხები. ნუ ეს 9-6-4 არ იყო, მაგრამ ძირითადად მაგან 9-6-4-ზე დაიწყო და მე გადავიდა სხვებზე და არ შეიძლება. აი ზინგერი მაგას მაგალითად სწორად აკეთებს. ნაკაისანი პროსტა აგანიერებს, ამახინჯებს რა, აი რა ვქნა ძალიან არ მოწონს რა. აი რას ქვია სუფთა Porsche. ვა, 201 ნახეთ თუ 202. აი ეს არის 202. ახეთ რა ტიპია. G6x6, აი. გარეთ აი მაგრაც ხელა და შემოვედი ახლა შიგნიდან ნახეთ როგორც კი შემოვედი რა დამხვდა. ეს არის ჩემი Lincoln Continental-ი რაც არის მაგისი 4-კარიანი კაბრიოლეტი ვერსია. ნახეთ რა მაგრაა გაკეთებული. ნუ რაღაცეები არის ხა ისე კარგად რო არ არის გაკეთებული, მაგრამ ერთფერშია და მომეწონა, იმიტომ რომ მეც რაღაცა ეგეც ვაკეთებ რა საბოლოო ჯამში. ნახეთ სახელურები არის გაუქმებული და აქედან იღება. სახელურები არა აქვს. საინტერესოა. აი ეს მოგეწონებათ ჩემ მაყურებლებს. აგი GTR-ი რა მაგრა გაკეთებული თან. და მაგრად გევასებათ ესეთი მანქანები და აჰა კი ბატონო იხილეთ. იცით რა არ მომწონს ამ სემასე ბილდები არის ნაჩვენები, მაგრამ არავინ არ დგას მანქანასთან რომ აგიხსნას რა აქვს გაკეთებული რა. პროსტა მანქანაა, შეხედეთ აჰა, კაი შევხედე, მაგრამ რა გაკეთებული ვერ ვიგებ რა. ვიზუალურად რასაც ხედავ. მაგრამ აი შიგნით რა არის? აი ამ ძრავს რამდენი ცხენის ძალა აქვს, რომელი კოლოფიაზედ გამოყენებული. ნახე ამას რკინისის აქვს, ეთქვა რაღაც რბილებს აფენს და ისე ჯდება, თორე ამაზე ვერ შეჯდებოდა. ხო ეგ არა აქვს რა. ჩემი დაცუნის ძმაკაცი ვიპოვნე და ნახეთ რა მაგრაა გაკეთებული. აი, ჯერ ხო ვიძია, ბაზარი არაა რა. რაღაცები არ მომწონს, ახლა მე რაღაცებს არა ვაწყობდი, მაგრამ ნუ, ოკეი, ძალიან კაია. მე მიდი ხარ ამჩნევ რომ შიგნით საკაიფო სავარძლები უდევს. ვა, მაგარი სავარძლებია რაღაც. ნუ, ოკეი. მე უკან ამას ხედავ და რადერსკია. ნუ ბაზარი არა, მე ამას არ გავაკეთებდი, მაგრამ ნუ გასხოვებულია. და მე აქედან რო დადგები წინ გახედავ და აუ თურმე მთავარი კაპოტთანა და ნახეთ ტიპს რა გაკეთებული. აი ასეთი მინდა ჩემ მანქანაზეც. უეჭველი უნდა გავაკეთო. აუ რა მაგარია შეხედე. ხო და ვეძებ საქართველოში ვინმეს ვინც ამას გააკეთებს. აქ არის ერთი სტენდი, სადაც მოყვანილი ყავთ ფორსაჟის ნამდვილი მანქანები, ანუ ეს არის ის კონკრეტული ავტომობილები, რომლებსაც იყენებდნენ გადაღებისას. სხვათა შორის, ყველა ეს მანქანა ეკუთვნის ერთსა და იმავე ადამიანს და ყველა არის მსახიობის ხელმოწერით. ზოგადად აქ შესვლა არ შეიძლება, მაგრამ ვიყავი წეღან შესული რაღაცეები გადავიღე. მარტო მოწვევით უშვებენ ვიღაცებს და დავებაზრე მეთქი მეც რაღაც მსგავს პროდუქტს აკეთებენ რაც ქაროა. იგივეს არა, მაგრამ მსგავს და ვიბაზრეთ პროსტა სიმართლე გითხრათ საქმეზე საუბარს იმდენად შევყევი რომ კადრები ბევრი არ ავიღია და მოვიწყდა რა.
ხო და მე გამოვედი გარეთ, იმიტომ რომ რაღაცა უნდა ამეღო. და ეხლა რომ მივტრიალდი უკვე დაკეტეს, იმიტომ რომ ისა აქვს, რა ქვია, ხელმოწერები ეწყებათ რა და ოკეი, მე შევაგია და გადავიდე 1 საათში იქნებ ვილაპარაკოთო და რომ მიბრუნდები, მე გადავიდე რა. აქ ვართ ეხლა ერთ ადგილას, სადაც აუდიო სისტემების გამოფენაა და ჩვეულებრივად სხეულში ატანს ვიბრაცია, ისეთი ხმები მოდის, ანუ მთელი შიდა ორგანოები ზანზარებს აქ რო გაივლის. ახლა ვართ ადგილზე, სადაც builder battle ხდება, ანუ ტიპები თავის მანქანას რო აწყობენ პროექტებს, მაგათი შეჯიბრია და მერე გამოვლინდება გამარჯვებული. მოდი ახლა ვნახოთ რას მოიყვანენ, აბა. რა საინტერესო რაღაცა გვაქვს აქ. ნახეთ რა მაგარი ტიპია. ახლა შემოვედით იმ არეაში, იმ ჰოლში, სადაც ძრავებს და ბიზნესის სხვადასხვა დანადგარებს ყიდიან რა. ანუ ეს არის ძირითადად იმ კომპანიებისთვის, ვისაც უნდა რომ სვაპები გააკეთოს მანქანებზე, ან თავისი repair shop-ი, ან ავტოსახელოსნო გახსნას და ასე შემდეგ. მოდი დავათვალიეროთ, აბა რას თავაზობენ აქაური კომპანიები თავის მომხმარებლებს. ეს არის Top Street Performance, რომელიც აკეთებს როგორც მთლიან ძრავებს, ისევე ძრავის ნაწილებს. აი, მაგალითად, ეს შემშვები ამათი გაკეთებულია. ნახეთ რა მაგარია. კარბონისგან არის გაკეთებული. აი, ესეთ რაღაცებს აკეთებენ. შეგიძლია გამოიწერო ამერიკული მანქანისთვის დაადგამ პირდაპირ მზადა. მოკლედ ძრავის შეგული რაღაცეები აქვს რა, თავისი პროდუქტები. კარგი, მოდი ახლა გადავიდეთ აგერ PNA Performance-თან, რომელიც აკეთებს გამშვებებს, აი, ნახე. რა თქმა უნდა, არ შეიძლება ასეთი გამოფენები დიდი ბიჭების სათამაშოების გარეშე და ახლა გაჩვენებთ რადიო მართვად სათამაშოებს. ნუ ეს არ არის ახლა რადიო მართვად სათამაშო, მაგრამ აი აგი, რა მაგარია, $1000-ად. აგი, იქით პატარა სათამაშოები აქვთ მოწყობილი. შეგიძლია მეხვიდე ითამაშო. აი, გორებზე დადიან. აბა ვატაროთ. წავედით. მაგარია. სადნი აქ? გამატარეთ ჯიგრებო, ნუ მეჯახებით. ზადნი არა აქ? იქონია. მოხვეულზე არ აკეთებს ზადნეს. აი, როგორ ავდივარ, თან კამერით ვიღებ, თან ავდივარ. დავეჯახოთ. გადამაგდო. მაგრამ დავდექით ფეხზე არა უშავს. ბიჭო, რა მაგარი დაკიდების სისტემა აქ შეხედე. რა ღირს ეს პატარა სათამაშო ერთი უნდა ვიყიდა. აბა ნახოთ. $180, რატომაც არა? მაგის დედა ცოტირი, ძალიან საკაიფოა. სხვათა შორის, ვისაც მედია დაშვება აქ, მაგათთვის ძალიან კარგი სივრცე ამოწყობილი. აი ეს ამხელა სივრცე მხოლოდ ჩვენია, ვისაც მედია დაშვება გვაქვს. აქ შეგიძლია ამოხვიდეს რაფი Wi-Fi-ით ისარგებლო, ტელეფონი და სხვა გაჯეტები დატენო. ცოტა ხანი დაჯდე დაისვენო, იმიტომ რომ ძალიან სიცხეა გარეთ, ანუ მართლა ძალიან კარგია და კარგად ზრუნავენ ძალიან თავის ასე ვთქვათ გამპიარებლებზე, იმიტომ რომ იდეაში ხო მედია ის რითიც თავის ინფორმაციას ავრცელებენ ესენი. აი ყავას ავიღებ ხა დავლევ. ახლა ვარ ავტოსერვისების განყოფილებაში, აქ სხვადასხვა კომპანიებს აქვს წარმოდგენილი ავტოსერვისის ბოლო მიღწევები რა. როგორებიცაა ამწეები, სამღებროები, სამღებრო პისტოლეტები და ასე შემდეგ. ეხლა დაგათვალიერებინებთ უბრალოდ ვისაც გაინტერესებს და საინტერესო რაღაცებზე გავჩერდებით. აღარა მაგარი ტიპია. აქეთ არის შედუღების სისტემები. რა კაცია, რითიდან ის ნახე. ეც მინდა ასეთი. მოვედი მეგობრებო იმ სივრცეში, სადაც ავტოსერვისს თავაზობენ სხვადასხვა დანადგარებს კომპანიები. მოდი ერთად დავათვალიეროთ რა ხდება აქ და როგორ ცდილობენ რომ ყურადღება მიიქციონ ეს კომპანიები. ეს არის ერთ-ერთი მომწოდებელი, რომელიც აწარმოებს სახლის პარკინგებს. აი ესეთი ამწე პარკინგი შეგიძლია სახლისთვის შეიძინო. და ორი მანქანა დაატიო. ყურადღების მიქცევას ცდილობენ ელეანორი და მუსტანგით. ორივე ისეთი მანქანაა, რომ გულგრილად გვერდზე ნამდვილად ვერ ჩაუვლი. მოხვალ აუცილებლად შეხედავ
ორივე მაგარი ბილდია, აი ქვემოთ ნახეთ რა კარგი რესტო მოდიაო, რა კარგად არის გაკეთებული. მე რომ მევასება ზუსტად ისე. და ზემოთ ელეონორი, ნუ ეს კლასიკაა რა თქმა უნდა ახლა. შემოვედი ვესტჰოლში, სადაც მანქანის დიტეილინგის და რაპინგის რაღაცეებია წარმოდგენილი. მოდი ახლა დავათვალიეროთ, მაინტერესებს აქ რა ხდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტექნოლოგია, ძალიან ბევრი უცნაური ფერია აქ რა და რავი ახლა მანქანაზე რაღაცა ფერი კი გამისწორდებოდა ისე უცნაური რა და რაღაცას ვიპოვი და ეგრევე ლაშას მივზარავ რომ ლაშა, აი ეს გვინდა ამ მანქანაზე. წამოაბა ერთი ვნახოთ. მაგარი პერფორმანსია. ამხელა მანქანებია, ბიჭო, რეებია ესენი. ანუ სემა არის ადგილი, სადაც ისეთ რაღაცეებს შეხვდები, რაც ვერც კი წარმოგიდგენია. ეს ნახეთ, ვიღაცამ Koenigsegg Jesko მოიყვანა და დააყენა აქ რომ ეჩვენებინა თავისი ზედაპირის დამცავი კერამიკული პროდუქტი. ანუ აი ეს 3-დან 5 მილიონამდე ღირებულების მანქანა ჩამოიყვანეს და აქ დააყენეს, იმიტომ რომ აი ეს აჩვენონ ხალხს. რაღაცაობა. მოკლედ, სემაზე ანუ არ არსებობს ლიმიტი წარმოსახვის, ანუ რაღაცაზე რო ფიქრობ, რომ აი ეს ნეტა შეხვდება, აი ეს შეიძლება შეხვდება, ეგ შეგხვდება. ნეტა ვინმესეს თუ ექნება გაკეთებული, ეგეც ექნება. და ისეთი რაღაცეები დაგხვდება კიდე, რაზეც ვერც იფიქრებ მანამდე რა. ერთი ბოთლის საჩვენებლად ჩამოყვანილი Jesko მაგალითად. კაი, წავით ახლა გავატაცავთ კიდევ დავხვდა რაღაცეები. ხოდა ნახეთ ვინ მიპოვე. სტეკი. როგორც იცით, სტეკი არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დამცავი და შუშების დამუქების ფირების კომპანია, რომელსაც რა თქმა უნდა, როგორც ეკადრება, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სივრცე აქვს აქ. ეს BMW აქ, რომელზეც ნაჩვენებია მისი ფირი, Lamborghini, Hurricane. ეს მოყვანილი ყავს შედარებით დიაფიანი ვარიანტი, რომ ზედ ავარჯიშონ ხალხი გადაყრაზე რა. ვა, რა მაგარია. და ვა, ნახე რა საინტერესოა, მარტო მანქანების კი არა. თურმე გემების გადაყრასაც აკეთებს სტეკი. საღოლ სტეკი? აქვე შეგახსენებთ, რომ სტეკის წარმომადგენელი საქართველოში არის თბილისი დიტეილინგ გარაჟი, ლაშა, ჩვენი მეგობარი, ჩვენი ძმა, ოქროს კაცი, რომელსაც მე აი უმაღლეს რეკომენდაციას ვაძლევ, იმიტომ რომ მართლა ტოპ ხალხია რა, ძალიან გულით მუშაობენ. ყველაფერს ისე აკეთებენ, როგორც საჭიროა და არ არსებობს საქმე, სადაც შეიძლება პრობლემა არ იყოს და ამათზე დარწმუნებული ვარ, რომ რაც არ უნდა სიტუაცია და პრობლემა იყოს, არ შემარცხვენენ რა და რეკომენდაციას რო გაუწევ, ვიცი რომ ბოლომდე მიყვებიან და როგორც წესი და რიგია, ისე მოიქცევიან. ამიტომ თბილისი დიტეილინგ გარაჟს აი 100%-იანი რეკომენდაცია ჩემთან. 100%-იანი. ეს იყო ჩვენი ვიდეო, ეს ალბათ არის მართლა ერთ-ერთი ყველაზე გიჟური ავტოშოუ სოფლიოში და ძალიან მიხარია რომ ამის შემოთავაზება შევძელი თქვენთვის. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დააფასებთ ჩემი შრომა, გთხოვთ, დაალაიქეთ, გააზიარეთ, დაწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ და კიდევ რომელი ავტოშოუ გინდათ რომ გადავიღო. მე კი ახლა წავა თქვენის ნებართვით, მოვემზადები, ხვალ მაქვს ფრენა ნიუ-იორკში და ნიუ-იორკიდან უკვე იქ პირად საქმეებზე მივდივარ და შეიძლება იქნას რაღაცა შევხვდეთ. არ დაგავიწყდეთ რომ ამ ვიდეოს შემოთავაზება შევძელი ქარუს დახმარებით და ქარუს აქვს მობილური აპლიკაცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, რომ დაჯავშნოთ ვიზიტი ხელოსანთან, გამოიძახოთ ავტოასისტენტი, შეიძინოთ პასუხისმგებლობის დაზღვევა, ჩადგეთ რიგში სამრეცხაოში, შეინახოთ ზეთის შეცვლები და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან ბევრი სერვისი გვაქვს და კიდევ ვამატებთ, გადმოწერეთ ქარუს აპლიკაცია და დარეგისტრირდით. რეგისტრაცია უფასოა. წარმატებებს გისურვებთ.